ეთერშია კომუნიკატორი, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით დაგვირეკოთ, თუ გაგიჩნდათ კითხვები წინა სიუჟეტთან და დისკუსიასთან დაკავშირებით, რასაკვირველია თქვენ ზარებს მივიღებთ აუცილებლად, უფრო მარტივი კომუნიკაციისათვის facebook.com/komunikatorია, თუ Facebook-ში ხართ გაწევრიანებული, მაშინ დაგვიმეგობრეთ აუცილებლად, ეს საჭიროა ჩვენთვისაც და თქვენთვისაც უფრო მარტივი ურთიერთობისთვის და გარკვეულწილად დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იმიტომ რომ იმ ინფორმაციას, რომელზეც საუბრობდით დღეს, ყოველ შემთხვევაში კონტაქტებს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. ჩვენ პერიოდულად, განსაკუთრებით ჩვენი ერთ-ერთი პროდიუსერი, ინტენსიურად ათვალიერებს ხოლმე რეგიონალურ ტელევიზიების მასალებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ რეგიონებიდან ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგდის სამწუხაროდ. ჩვენც ვცდილობთ რომ უფრო ხშირად გავიდეს გადამღები ჯგუფი, ვთქვათ, სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დღეს აღმოვაჩინეთ ერთი სიუჟეტი, რომელიც ეხება უჩას სკვერს, აი მოკლე ნაწყვეტს გაჩვენებთ. ეს არის გურჯანის ტელევიზიის სიუჟეტი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს ამისათვის. ინტერნეტით უფასოდ ისარგებლოთ. ეს არის სიუჟეტი იმის შესახებ, თუ ერთ-ერთმა ბინადარმა ვინმე უჩამ გახსნა ესეთი პატარა ის თვითონ სკვერს ეძახის საჯარო სივრცე. საჯარო სივრცე, რომელიც თავის სოფელში თვითონვე დააფინანსა, აქ არის უფასო Wi-Fi, ახალგაზრდობა აქ ატარებს დროს, არ არის დიდი სკვერი, როგორც ხედავთ, მაგრამ მოასუფთავა, შეეცადა რა, როგორც შეეძლო. გაილა აი თვითონ ეს უჩა ის კადრში. რაც თავარია უსაფრთხოების ნორმები, იგივე ალკოჰოლის მიღება და ასე შემდეგ გარკვეულწილად კონტროლდება, დაცული ტერიტორია. ჩვენ გვაქვს საშუალება რომ გავესაუბროთ უჩას, ძალიან საინტერესოდ წამოწყება, წესით უნდა იყოს Skype-ში ხაზზე ახლა ჩვენთან. შეგვიძლია? გამარჯობა უჩა. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით ჩვენს. ძალიან საინტერესო წამოწყებაა. და ურმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჟურნალისტებს კახეთში, რომ ასეთი აქტიურები არიან და ასეთ თემებს ეძებენ. მოგვიყევით 2-ოდე სიტყვით ამის შესახებ. დიახ, ამ სკოლის მოწყობა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც სოფელში არანაირი გართობა არ იყო. ახალგაზრდობა სულ მიდიოდა ქალაქში და ისეთ ადგილებში, სადაც უფრო გართობა იყო და იცლებოდა თითქმის უკვე სოფელი რა. და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა მომეწყო სკვერი ამ ადგილას, სადაც ახლა სიუჟეტი გავუშვით, ქვები ეყარა და რაღაც ისეთი ისინი მოასუფთავე და ნელა-ნელა ჩემი ხელფასით გავაკეთე ეს სკვერი. თანასოფლელები როგორ შეხვდნენ შენს ინიციატივას და ხომ არ დაგეხმარნენ თუნდაც სკვერის კეთილმოწყობაში? არა, დახმარებით ახალგაზრდობა არა, მაგრამ გამგებელი დამეხმარა, ყოფილი გამგებელი აბესალომ კასეიშვილი და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის. შემთხვევით სხვა სოფლებიდანაც ხომ არ დაგიკავშირდნენ მოხალისეები და ხო არ უფიქრია ვინმეს რომ მსგავსი პრაქტიკა თავიანთ სოფლებშიც გადაიტანონ? კი, Facebook-ზეც ბევრი მეხმიანება, ბევრი ახალგაზრდა იყო აჭარიდანაც შემოთავაზება რომ იბაძეთ ამბავს და ასე შემდეგ. YouTube-ზეც არის კომენტარები ამაზე და პირადადაც წერე. და კონკრეტულად ხო არ დაუწყია ვინმეს თავის სოფელში მსგავსი საქმიანობა თუ იცით? ამაზე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მზად ვარ ყველას, ანუ ისე გვერდში დაუდგე უანგაროდ. ისე მინდა რომ სოფელი გაძლიერდეს და ახალგაზრდობა არ დაიცალოს. უჩა, თქვენ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ტურისტებიც კი მოდიან პერიოდულად, ტურისტული ადგილია, ანუ არის ხშირად აი გამვლელები არიან ტურისტები ზაფხულის პერიოდში. კი, საავტომობილო გზასთან ახლო არის ეს სკვერი, ჩემი მოწყობილი სკვერი და იქ წარწერა მაქვს Wi-Fi, ანუ ინგლისურად და ინგლისელები შეძლებდა გვარად უკითხულობენ და მოდიან ხოლმე აქ ნახეს. ყველაზე ძალიან რა გიჭირთ ამჟამად ახალგაზრდებს სოფელში? აი რა გჭირდება ყველაზე? გიჭირს აი არ გვაქვს გასართობი არაფერი და ანუ კვეთი კლუბი ქონდა, კულტურის სახლი ეგეც დაინგრა. მასალაც წაიღეს და წაიღეს არ ვიცი და მოვითხოვთ წინა ხელისუფლებას მივმართე და დაგვკვირდნენ რომ გავაკეთებთო, მაგრამ რა ვიცი დაპირება დარჩა. ლუჩი რა ღონისძიებები ხდებოდა ხოლმე სანამ დაინგრეო და შეგიძლიათ გითხრათ? კონცერტები, ჩვენებები? კი, კონცერტები. ყოფილი პრეზიდენტი ჩავარდეს ჩვენს სახლში ნავყოფი იყო, მე ვეღარ მოესწარი. რაც მახსოვს უკვე ნელა ინგრეოდა. უჩა, წიგნები ახსენეთ თქვენ და რისთვის გჭირდებოდათ ეს წიგნები, რა რისი გაკეთება გინდოდათ? ანუ რაღაცა ბიბლიოთეკის სახე გინდათ მიცეთ?
კი, აი ასეთი რაღაც, ხა ყველას ინტერნეტი და ის მოზდილი ხალხიც მოდის და ფიქრობ დაინტერესდებათ წიგნები. კეთილი, მაშინ ასე გავაკეთოთ, ჩვენ გვაქვს პატარა აქცია, სადაც ვთხოვთ ჩვენს მაყურებელს, რომ გამოგვიგზავნონ წიგნები. ჩვენ შევეცდებით, რომ შესაფერისი რამდენიმე წიგნი მოვაგროვოთ. შეიძლება პრესაც, შეიძლება რამდენიმე ჟურნალიც და გამოგიგზავნით ამას, აი ნელ-ნელა შევახსენებთ კიდევ მაყურებელს და თქვენც გვეკონტაქტეთ. შეიძლება კიდევ ერთი აზრია, რომ იქნებ რაღაცა ჯგუფებს თხოვთ, იმიტომ რომ პერიოდულად ჩამოდიან ჩვენთან და ჩამოვიდნენ თქვენთან პატარა კონცერტი მაინც ჩაატარონ ამ ძალიან საინტერესო პატარა უჩას სკვერში. უჩა, ურმესი მადლობა ასეთი ინიციატივისთვის. დიდი მადლობა და თუ შეიძლება მთავრობას ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მთავრობას მიმართავ, რომ იქნებ სოფელ ჩუმლახში დიდი ტერიტორია გვაქვს ისეთ ცარიელი არაფერი არ არის და რამე დიდი სკვერი გაგვიკეთონ და რამე გართობა იყოს რა. კეთილი, ჩვენც ფარში გიდგება. იმედია გამგები. ძალიან დიდი მადლობა უჩა.